ეხლა მივდივარ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩემი დიშვილის სასამართლოა. რა მინდა ეხლა ვთქვა. ჩემი დიშვილი დაიჭირეს ტელეფონზე მოსმენით. ორი ერთმანეთთან უკმაყოფილო მხარე იყო. პრობლემას დაურეკეს რაღაცებში ვერ ერკვეოდნენ და ამას თხოვეს გარკვევა. 21 წლის ბიჭია. და ედავებიან ქურდულ სამყაროსთან კავშირებს რა. რომელსაც იქ ჩანაწერებიდანაც ვერ უმტკიცებენ, რომ თითქოს ვინმესთან კავშირში იყო. უბრალოდ ორი ერთმანეთთან უთანხმოების პიროვნებები, ვინც ერთმანეთში რაღაცას ვერ თანხმდებოდნენ, მიაკითხეს ამას და ეცადა, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ, შერიგებას ცადა. და დაიჭირეს, რა ვიცი, ის მხარეც დაიჭირეს, ერთი მხარეც, მეორე მხარეც და ესეც დაკავებულია. და სასამართლოა და სავარაუდოდ 7-დან 10 წლამდე ესე ეუბნებიან. უკვე მე რამდენიმე სასამართლოზე მივდივართ, იმიტომ რომ ვერ ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ ქურდებთან თუ რა ვიცი, შავი სამყაროს წარმომადგენლებთან ამის კავშირებს ვერ ადგენენ, არ აჩენს. ახლა რატო ვიძახი ამას? ვიღაც ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვიღაც გამრეკელი, პიროვნება გვარს იმიტომ ვასახელებ, რომ მთელი სოციალური ქსელი აჭრელებულია. ამ გამრეკელმა მოიპარა 5 მილიონი სახელმწიფოს მოპარა. დაახლოებით ხაშურის მუნიციპალიტეტს 5,000 ადამიანს მოპარა ეს ფული. დაიჭირეს და 10,000 ლარის გირავო სანაცვლოდ გამოუშვეს. როდესაც ესეთ რაღაცებს იგებ, იბადება შენ დაუნებურად უსამართლობის შეგრძნება გიჩნდება, რომ ადამიანებს აკავებენ იმის გამო, რომ ვიღაცებმა ამ ქვეყანაში სამართალი რომ ვერ იპოვეს და უნდობლობა როა, რომ მივიდნენ რა სახელმწიფო სტრუქტურასთან და თქვა, რომ აი დაჩაგრულად აუგზნობ თავს და დახმარება ითხოვონ ან რაღაცა. იმხელა უნდობლობა ქვეყანაში, რომ ცდილობენ ალტერნატიული გზის გამონახვას და ამ კანონის გვერდით ავლით თუ როგორც არის, რომ ისე მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. ეგ არის სახელმწიფოში გამეფებული არასამართლიანობის გამო. გამიგეთ? თორე სამართლიანობა რო იყოს და ყველა ადამიანი რო თავს დაცულად აგზნობდეს ყველა მხრიდან და რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურების იმედი გქონდეთ და იმედებოდნენ, არ დაიწყებდნენ ახლა აქეთ-იქით სიარულს და ვიღაცების შეწუხებას და ვიღაცა ეს გაშარვები არ იქნებოდა. ამ ფონზე სართულად უდევს რაღაც ქურდულ სამყაროსთან კავშირებიოდა. რა ვიცი, გამრეკელმა რომ მოიპარა მაგხელა თანხა, მაგას დიდი ქურდები 5 მილიონი მოიპარა კაცმა და გარეთ უშვებთ კაცო და ამან ორი მოჭხუბარი მხარეში არიგა და იჭერთ. და ეს რანაირად ახდება? რანაირ სამართლიანობაა? მაშინ პირდაპირ პროკურატურას დააწერეთ მილიცია, პოლიცია, რაც გინდა ის დააწერეთ და პირდაპირ მიიღეთ მან გადაწყვეტილებები კაცო. ერთი მეორესთან როდესაც სამართალზე ვსაუბრობთ, ერთი მეორესგან რადიკალურად განსხვავდება ეგ ორი შედარება რაც გავაკეთე. და ერთი უფრო მავნებელია და უარესად მავნებელია, ვიდრე მეორე. და მასეთი მავნებლობა აქ 5 მილიონზე კი არ არის საუბარი კაცო. აქ ადამიანებს პარავს და მასეთი მავნებლობა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არის გავრცელებული მოდათარი ნაქცევი. და ტელეფონზე მოსმენებით, რავი, რიგით ადამიანებს კი არ უნდა უსმინოთ, მეგობრებო. უნდა უსმინოთ, აი ვინც ეგ-მაგეთ საქმეებში არიან და მოსახლეობას მართლა რო პარავენ. აი მაგათ უნდა მოსთხოვოთ ის ქურდული, რასაც იძახით, რომ მომპარავები ეგენი არიან, კაცო, თორე საქართველოს ქურდები სადაც არიან. სულ ყველა გაგერიდნენ და წავიდნენ. მადლობა ყურადღებისათვის და კომენტარებში ეს დამიწერეთ, აბა.
თქვენი შეფასება ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? მადლობელი დაგჩებით კომენტარებში, პატარა მსჯელობას ჩავატარებთ რა.